მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო. მოდი ვნახოთ ვინ არის თქვენი მტერი. ასეთი გაშლა გავაკეთოთ. ორ ვარიანტს გავაკეთებ ამჯერად. პირველი ვარიანტი ორი არკანი ამოყარავს და მეორე ვარიანტი. ოღონდ მინდა რომ ჩანდეს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. გამოვიყენოთ და ესეთი მთვარის ქვა, კვერცხი სიმბოლურად და ეს არის სერდოლიკი კვერცხი. დაპაუზეთ, დაფიქრდით. შეგიძლიათ თვალებით დახუჭოთ. ციფრული ვარიანტით, რომელიც წამოვა პირველი, მეორე ან მთვარის ქვა, სერდოლიკი ან თვალებს როცა გაახელთ თუ მაინც გაგიჭირდათ არჩევა, რომელიც მიიწებებს თქვენს ყურადღებას, მიიქცევს, უფრო მეტად. უნდა ერჩიოთ ის. ვინც აირჩია პირველი ვარიანტის პაწუგა, მთვარის ქვა. ორივე ნატურალურია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას მიფასებდა 400 ლარს. ეხლა რო იშოვება ყველა იმას ესე კი არ იყო მაშინ და მერე რაღაცა ვიჩალი ჩეო ისვისო და 200 ლარად ასე რომ ვთქვა დავტყუე, აი ეს ამაში მაქვს ხოლმე 200 ლარი გადახდილი, მე თვითონაც მიგვირს, მაგრამ ეხლა ვადარებ ამ პატარაზე და თითქოს ნახეთ როგორ გადის ლანდი, ჩანს. ახლოს ჩანს. ერთნაირია კი. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია. ვინ არის თქვენი მტერი? რა საინტერესო, იცით რა, ცოტა გზად ჩაკეტილი მიფიქსირდება, გზები აქვს ჩაკეტილი, ვინ არის? მოდი აბა ქალი მამაკაცი. ვინ დამიფიქსირდება? არც ქალი გაკლიათ და არც მამაკაცი. მაგრამ საქმე რაში არის? აქ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან პატარა თქვენზე ასაკით პატარა პიროვნება ფიქსირდება. ერთი, მეორე, დაახლოებით თქვენი ტოლის, ქალბატონის და მამაკაცის ამოფრიალდნენ, ერთს ვეძებდი და თურმე გაებლომათაც ყოლიათ, აზრშიც არ ახართ, ხო? მაგრამ სამივეს საინტერესოა, ამ ყველას გზები აქვს ჩაკეტილი, რატომღაც ესეთნაირად ფიქსირდება. თითქოს გზები აქვს ჩაკეტილი. კარგი, ვინ არის თქვენი მტერი? ადამიანი, რომელიც ხშირად გადაადგილდება სხვათა შორის. დააკვირდით, ვინ მიიღებს ამ პერიოდში, ვინ არის გზაზე. ეს ადამიანი ამ წუთში არის გზაზე. ან სამსახურეობრივად. ეს ადამიანი არის გზაზე. სხვათა შორის ეს ისეთი ტიპაჟია, რომ ესე ვერ დათრგუნა, ვერ დაჩაგრავ და ეხლა ვინმე თავი რო წამოიღოს ესეთნაირად თვითონ დაჩაგრეს, სასაცილოდაც რომ ეყოფა ზოგიერთს, ხო? არ ეყოფა უბრალოდ. ეს არის წასვლა, მოსვლა გზაზე, ანუ მიდის, მოდის. შეიძლება თუ გზაზეა, ჩამოვა მალე, აი ეს იმას არ ნიშნავს, რომ წასულია თქვენგან და მანძილი ისეთნაირად გაკავშირებდეთ, რომ ანუ მანძილი იყოს. არა, ეს მიდის, მოდის, ესე არის. ან ეხლა მოუწია, დააკვირდით, შეიძლება აწი მოვწიოს. წასვლა, წამოსვლა. კიდე
ამ ქალზე უფრო მეტად მინდა აქცენტი გავაკეთო. ვიღაცა შეიძლება ახლა მამაკაციც იყოს ესეთი ინფორმატიკა, მაგრამ კიდევ უფრო დამიკონკრეტე როგორ ამოვიცნოთ აბა ეს ადამიანი. პოიდედა. თქვენთან საკმაოდ დისტანციურად არის ეს ადამიანი, რომ იცოდეთ. სხვათა შორის მეტოქეთ აღგიქვამთ და მან არ არის გამორიცხული ამ ადამიანთან თქვენ დაზიანება გქონდეთ გარკვეული. გულისხმობ აქ მაგიურ შელოცვა ან თვალი ცოტა მეიმაშობა. ან ფარულად რაღაცებს ძალიან თქვენ ალბათ წარმოდგენაც გიჭირთ ან დაჯერება არ გინდათ, ვერც იფიქრებთ. ამას არ აქვს სხვათა შორის ღია ფერის თმები. ეს არ არის ქერა. ეს არ არის ქერა. ეს არის უფრო წაბლისფერი ადამიანი, რომ იცოდეთ. ბევრთან იქნება ასე, მოდი, რადგან საჯაროა მან და მაინც მე არ ვერ დაგიკონკრეტებ ფიზიკურად, მაგრამ ძალიან ბევრთან ალბათ 60-70%-თან ესეთი მდგომარეობა არის კი. თუ თქვენ ამასთან შეხება გაქვთ, შეიძლება ძალიან ისეთი უმნიშვნელო წაკინკლავება, ესეთი წაკინკლავება არა, შელაპარაკება ჩხუბი არა, წაკინკლავება და საკმაოდ ვითომ მოწონხართ და გაფასებს და მაგრამ ნეიტრალურ პოზიციაზე დგას თქვენთან. რას იმოქმედებს ეს ადამიანი სამომავლოდ? უფრო დამიკონკრეტე კიდე ვინ არის, რომ კიდე უფრო ღრმად ამოვიცნოთ. ხო, აქ არის ამისგან ცოდეთ ტყუილები. ამას მე ასე გეტყოდით, ან თქვენი ადგილის მითვისება უნდა, ან მიითვისოს. ყოველ შემთხვევაში, თუ მაგიურად ეს არ გაზიანებთ, ჯერ ერთი ძალიან დიდი თვალებით გიყურებთ, რომ იცოდეთ. მე კიდევ ძალიან ბევრ ტყუილს ხლართავს თქვენს უკან. ეს დააკვირდით ვინ არის, ეს არის ან მეგობარი, ან თანამშრომელი. ხო, გამორიცხულია, ხო, ეს ოჯახის წევრი არ არის. გამორიცხულია, ოჯახის წევრი გამორიცხეთ, ნათესავი ახლობელი გამორიცხეთ. აქ მე პირდაპირ ვადებ ხელს, თანამშრომელი, მეგობარი. ზურგს უკან ინტრიგები, ჩახლართულები, ძალიან ბევრი ტყუილი და შეიძლება თქვენ შორის ყოფილა ესეთი მომენტი, რომ კარგად იყავე რაღაცა, ესე დაიმშვიდობოთ თითქოს ერთმანეთს. ესეთი ტიპაჟი არის ეს. მეზობელი არა, მეზობელი და ახლობელს გამასკენთ, გამოაკელით. არა. კარგი, რას იმოქმედებს თქვენთან მიმართებაში? თქვენთან მიმართებაში იქნებით ამის მხრიდან დაკვირვების ზონაში. დააკვირდით ვინ გაკეს არის თანამშრომელი. შეიძლება თქვენს უფროსთან, თქვენ ვიღაცასთან, ესე რომ გითხრათ, ემაშვება. მეგობართან, მეც აქ მე ხელს ვერ ვადებ ვერაფრის. შეიძლება უფროსთანაც, აი, მიდიოდეს რაღაცა კი ლაპარაკობდეს თქვენზე. ეს დააკვირდით ვინ გადავნებთ თვალს, ვინ არის თქვენ დაინტერესებული, საწახვედით, საწამხვედ, შეიძლება სთორებს ნახულობს თქვენსაც არ არის გამორიცხული, ხო? ესეთი მოქმედებები ექნება ძალიან ფარული, ძალიან დაფარული არის. რამეს გამოამჟღავნებ ისეც რომ წამოიგოს ახლა რაღაც. არა, სტაბილური, საკმაოდ ისეთ მას შეინარჩუნოს, მაგრამ მიხვდით როგორ არის, იცი? ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი გონია მისი თავი, ძალიან წარმატებული, შეიძლება მაღალ კანჭებზე დგას, ძალიან ისეთი, რაღაცა ესეთი ტიპაჟის ქალი არის. ამას ყავს შვილები, ოღონდ ეს იცოდეთ. აუცილებლად ყავთ შვილები. და არის მეორე ვარიანტი. თუ გაშორებულია და მარტო გრძნობს თავს, ან მარტო რაღაცა მაინც ყავს იგი. აიცი ახლა ისეთი ქალი თუ ამაშინ შვილები არ ყავს და მარტო ცხოვრობს, მაშინ არის ძალიან ესე ძლიერი ან რაღაც. ამას ყავს შვილები. შვილი ყავს ამას. მანახე. ამას ყავს შვილი, ბიჭი ყავს, ერთი ბიჭი რო ყავს ზუსტად ვის დანარჩენზე ახლა შევიკავოთ თავი. ვიღაცასთან ასედაც იქნება, შეიძლება ზუსტად ვიღაცის კონკრეტულად მასქნა, რა ქვია, დაფიქსირდა რატომღაც ვიღაცისთვის ალბათ ასე დაკონკრეტებით, ხო? იმიტომ რომ თითქოს საჯარო გაშლა და ვაკონკრეტებ პირდაპირ ვინ არის ეს და. კარგი, მაინტერესებს კიდე პირველ ვარიანტში ვინ არის თქვენი მტერი? გარდა ამისა ვინ არის? ისევ ქალი.
რა ურთიერთობა გაქვს ამასთან? კალი. რომელსაც შესაძლებელია რამე მოგთხოვათ თქვენ, ითხოვათ თქვენგან. არ აქვს მნიშვნელობა წიგნი, რვეული, რა ვიცი მე ახლა რაღაცა ესეთი გაცვლა გამოცვლითი თემა. შეიძლება არც ათხოვეთ თქვენ არ დაეხმარეთ, ხო? ან დახმარება ითხოვა, შეიძლება ფულით მოგადგათ. და თქვენ შეიძლება ეს არ გააკეთეთ, ან და გააკეთეთ ვიღაცასთან, ვისთან როგორ, ხო? კიდევ განმეორდები, საჯაროა გაშლა. ამიტომ ვერ დავკონკრეტდები, ეს რო იყოს პირადი გაშლა, პირდაპირ გეტყვით, არა, თქვენ ასე გააკეთეთ. გაიგეთ? მაშინ ანს არ ვიტყვი მე. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. რა შეიძლება ეს ადამიანი თქვენთან? ამასთან დასრულებული გაქვთ ოღონდ ურთიერთობა. საადამოფრიალი. არ გამიკვირდება, რომ რაღაც გას გამოლაპარაკება, ან რაღაც ამბავი ენა ესეთი რამე გაიგოთ. შეიძლება საერთოდ შემთხვევითაც, ხო? თუ პირდაპირ თქვენთან არ მოვიდა, შეიძლება მე დაგეჩიდოთ, აიმე, ეს რა ქვია, რა სახელი გქოთ. მარი როგორ ახარ გენეცვალეთ ვირფაშა. დაგეჩითოთ შესაძლებელია ეს ადამიანი სადღაც. ვინ არის თქვენი გადავიდეთ უკვე. აღარ გვინდა მეწზე მამაკაცი რო დაფიქსირდა სადღაც. აი მამაკაცი. ხა ეთყობა ეს მამაკაცი მანდა მაინც ისეთი აქტიური არ არის კი. არ ეხატებით გულზე, მაგრამ აქ უფრო სხვა ვარიანტები დაგვიფიქსირდა. ამიტომ პირველ ვარიანტი მიაქცეთ ყურადღება. და მითვალისწინეთ, არ წამოიგოთ მათ ხლართებში. მეორე ვარიანტი სერდოლიკი, ვინც ჩაიფიქრა. სხვათა შორის ძალიან კარგი მინერალი არის, რომ იცოდეთ სერდოლიკი. ვისაც იზიდავს, ოღონდ რა თქმა უნდა მოგწონდეთ და გიზიდავდეთ. ისე არც ერთი არავინმა, აი მხათრით, ვაიმე, იმან პეტრე მირჩია, პავლე მირჩია, ესე არ უნდა ატაროთ, უნდა გიზიდავდეთ. კარგით ნახოთ, ვინ არის თქვენი მტერი. ვინ არის თქვენი მტერი? აქ პირდაპირ მე უფრო რაღაცა მამაკაცები, ან ბიჭები, ძმაკაცები თუ ან მეგობარი მამაკაცი არა, ლოგინის მეგობარს არ გულისხმობ. ძმაკაცურად რო ხართ რაღაცა ესე დამიფიქსირდა. თანაც ესენიც აქაც, მაგრამ უფრო მეტად ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი შეიძლება ძმაკაცი არის, მაგრამ მამაკაცის რაღაც ნეგატივს ღებულობთ, ხო? რა მხრივ ღებულობთ ნეგატივს მაშინ? წინ რო ვერ წახვიდეთ, არა აქ მაგიურ დაზიანებაც არის. ბევრთან წინ რო ვერ წახვიდეთ, ან რაღაც რო ვერ გააკეთოთ, ან რო გისურვოთ ესეთი რამე, ხო? არ უნდა, უბრალოდ არ უნდა რა. თქვენი წარმატება. მაგრამ ეს უფრო მამაკაცის ენერგიები არის, აქ ქალს ვერ ვიტყვი, ქალი მამაკაცურ ენერგიებში არა. სხვათა შორის ერთი უცოლოა, რომ იცოდეთ. მეორე კი ბატონო არის ცოლიან და მესამე შეიძლება ცოლი წყავს, ყვარელი წყავს, ოჯახი წყავს, მაგრამ უფრო ისეთი ტიპაჟი არის, რომ რავი, ან სიტყვა ეთქმის, ან ბლატნოი, ან ისეთი, ან რაღაცა ხო ხდებით. ყოველ შემთხვევაში მას ასე ჯერავს. კარგით, ნახოთ ვინ არის აქ თქვენი მტერი. იცით რა არის მეორე ვარიანტი, მე უფრო ვიტყოდი, რომ აქ თქვენ კარმა გაქვთ დაზიანებული, თქვენ უფრო ხართ, მე მგონი თქვენი თავის მტერი ვიდრე სხვები. კი ბატონო, კაი, ნახოთ ეს მაშინ ვინც დამიფიქსირდა, რა ზიანი მოაქვთ ამათ, რა ურთიერთობა გაქვთ. ზიანი რა, ეთყობა უფრო ფინანსურ მატერიალურ მხარეზე არის აქ პრობლემა და რაღაცა ძალიან რო გადაკლდ ადამიანი ენერგეტიკულად არ არის გამორიცხული სიტყვიერი შეძახილი შეიძლება აუშენდავრა მაგარ ამას უნდა კონდეს ან აურა რაღაცა ესეთი ხო შეძახილი უარყოფითი
ესეთი ის დამოკიდებულება უფრო ფიქსირდება, მაგრამ მე უფრო მეორე ვარიანტში ვიტყოდი, აქ რაღაცა თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება არის თქვენი მტერი, თქვენი თავის მტერი, მე მგონი თქვენ უფრო ხართ აქ მეორე ვარიანტში. მე მგონი კი არა, ასე არის კაცო, რა არის ეს მე მგონი, რა ვიცი. ნუ ესენი ჩანართებია რაღაც სიტყვებში მაქვს, ამიტომ რა ვიცი და მე მგონის არ მიაქციოთ ყურადღება. მართლა ვხოთ. იმიტომ რაღაცა მაშინ მაქვს ლექსიკონში რა ვიცი მე მგონი არა არავით არ მე მგონი კაცო აქ არის პასუხი არის ზუსტად აქ არ მაგაქვს დაზიანებული რაღაცა გააკეთეთ ან იმუქმედეთ ან კარგი რამ გაგიფუჭათ ეს კარმა რა გამოიწვია ეს ყველაფერი რატომ ხართ ამ დღეში ნახოთ მეორე ვარიანტია რა გაქვთ რა არის პრობლემა გადაწყვეტილება თქვენი გადაწყვეტილება წარსულში რა თქმა უნდა აი შესაძლებელია აქ აი მამაკაცე თუა ეს გაშლა მაშინ და ორი ქალი ერთდროულად ყავდათ მაშინ აი აქ მოხდა ზუსტად ენერგეტიკული რღვევა ხო მე მაქვს ნათქვამი ხშირი პარტნიორის ცვლა, 2-3 პარტნიორი ერთად ბევრი მაგით რომ ბლატაობს და რა ვიცი, კარგად იჭიმება და აურა მაგარი ტიპია. გინდ ქალი იყოს, გინდ მამაკაცი, ენერგეტიკას აზიანებს ჩემოკარგებო და არ არის გამორიცხული ზუსტად ის ფინანსების უკუნცვლა, ის ყველაფერი მან და მან ჯადო აქ, ჯადოზე მან და მან ჯერ გავაკეთებ აქცენტს. არ არის, ნუ ახლა შეიძლება ხელს გაისვარა ხო ვიღაცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება კი ბატონო ესეთი დაზიანებები ხშირად პრობლემები სანამ ამისგან განთავისუფლდება ადამიანი ამ გაივლის კარმულ პერიოდში შეიძლება გაგრძელდეს წლები ასე რომ მეორე ვარიანტად თქვენი გადაწყვეტილებებს მიაქციეთ ყურადღება ვისთან მეგობრობთ ვისთან ურთიერთობთ რა არის ის რაღაც სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილება შეიძლება ჯიუტ პოზიციაზე იქნება რაღაც ისე ხართ ასე მინდა ან თქვენი გაგება კი ბატონო თქვენ გაიგეთ მაგრამ მეორე კუთხითაც მე იმ წუთში შეიძლება ვერ შეძლოთ ხო იმიტომ რომ ანაფორიაქებული იყოთ ან ნერვები მოშლილი იყოთ ან რაღაცა ჯიქურ გაღიზიანებული ხო თქვენ გაიგეთ რომ ეს არის ახლა ესეთი რაღაც კარიჩინში გადადის ხო და всё და ამ დროს ნახეთ წკერი თეთრი აქვს არა ეს ადგილი აქვს მარტო მოტეთრო ყვითელი აი როგორ არის იცით მე რისი თქვა მინდა ესე ჯიუტად უმეუდგებთ მე ადექით დამშვიდდით ცივი წყალი დალიეთ სხვათა შორის ცივი წყალი ისეთი გამონათქვამია გაგეღიმებათ მაგრამ ძალიან შვერის და ეხლა ერთი ადამიანი გამახსენდა არ მისმენს არ უყვარს მოსმენა არა და რა ქვია სულ გაშლებს რაღაცა მოდის პირადად და ყოველთვის ვიცი თქმა ამ ერთ ადამიანზე თანაც ცივი წყალი დალიე ცივ წყალში ხელები დაიბანე და ერთხელ რო უთხარი გაჩერდა იფიქრა მეხუმრებოდი არა ჩემო კარგო ცივი წყალი მართლაც სასარგებლო არის ამ შემთხვევაში რომ ფეხები არ დაიბანოთ ახლა არ გაცივდეთ ამ ზამთარშიდან ხელების გადაბანა თუნდაც დალევა რაღაც აი ენერგეტიკის მომენტალური შეცვლა ხდება მაგ დროს რომ იცოდეთ ზოგადად წყალი ხო ყველაფერს შველის აი დაუშვათ ადამიანი რომ ტირის ემოციებად იღვრება და მომენტალურად დალევს წყალს და რაღაც გადადის ან ნერვიულობა აკანკალებული წყალს დალევს და გადადის ხო გადადის რაღაცა იცვლება ენერგია აი ესე არის ცივი წყალი ამდენად დასაფასებელი არის ამიტომ გაგეღიმებათ მეორე ვარიანტი ხო და ეს რატო უნდა გააკეთოთ რომ გადააფასოთ შემდეგ და მეორე კუთხითაც შეხედოთ რაღაცა სხვა მხრიდან შეხედოთ თქვენ რო აღიქვით გაიგეთ ესე არ არის ხო შეიძლება რამე არასწორად გაიგეთ რომ რაც ხშირად ხდება მეც მემართება კაცო ეს არის ბუნებრივი ის არის ფიქრობთ ეხლა რომ არიქა თქვენთან არის ყველასთან შეიძლება ეს პრობლემები იყოს ჩემთანაც იგივე ხო რაღაცა არასწორად სხვათა შორის ამის წინ ვიდეო მოვისმინე და დავპოსტე და ვიღაცა მიკომენტარებს რომ არ გცხვენია ამას რო პოსტავთ მომხარ რა დავპოსტე ცუდად მეთქი რა რაღაცა ისეთი პოზიტიური პოსტი გავაკეთე თანაც და მე რომ მოვისმინე ეთყობაო კარგად ხარ მეთქი და მე კი ვარ კარგად ვარ და ეთყობაო თქვენო არ მოისმინეთ ვიდეო
და სინამდვილეში, ესე იგი, მე მოვისმინე რაღაცა, რა ვიცი, სხვა თუ სხვანაირად აზრზე არა ვარ და ჩემი პოსტი იყო მართლა ვითომ პოზიტიურად დავპოსტე და ამ დროს იმ ვიდეოს ქვეშ ძალიან არასწორი, მოდი ასე ვთქვათ. იმ წუთში წავშალე და მივწერე, ვთქვარ, თქვენ მართალი ხართ, მეთქი მე რაღაც მართლა არასწორად გავიგეთქო, მოვისმინეთქო და ჩავანაცვლე რა ჩემი კომენტარი, ესე რომ ვთქვათ. აი ნახეთ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ესეთი რაღაცა დაემართოს, ხო? ამიტომ თუ ვიღაცა მინიშნებას მოგცემთ, გაბრაზდებით, აფსიხდებით, ისევ ჯიუტად დადგებით, პირიქით, ადექით და დავფიქრდით, იქნებ მართლა რაღაცა დაუშვით გამონაკლისი ესეთი რაღაცები, ეს რცხვილი არ არის ხალხო. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური მომენტები, ადამიანური, ხო? პატარა ადამიანების მომენტები. კი, კაცო, მაგრამ ეს პატარავა თქვენთან ერთად, ესე ხო არ არის სისუსტეები თუნდაც, ან რაღაც, ვიცი. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და გამშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს დროებით.